მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სერიალის შენ ხარ ჩემი სიყვარული მომდევნო სერიის ანალიზის შესახებ. ეს არის სერიალი, რომელმაც პირველივე სერიიდან უდიდესი რეიტინგი მოიპოვა და უხვად მოიკრიბა გულშემატკივარი. მისი თითოეული სერია საინტერესო და მოულოდნელობით სავსეა. სანამ თავარზე გადავალთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. დავიწყოთ იმით, რომ კადერს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იპოვიან. ერქანი კი პანიკაშია. მას ადრე უკვე ჰყავს დაკარგული ახლო მეგობარი და ახლა იგივე გრძნობას განიცდის. ეს მომენტი ერქანს დააფიქრებს თავის შეცდომებზე და იმაზე, თუ რა ცუდად ექცეოდა კადერს. კადერი გადარჩება, მაგრამ გონს მოსული არავის დაასახელებს. ამას დიჯლეს დასაცავად აკეთებს. ამ დროს კი დიჯლეს ძმას ულტიმატუმს უყენებს, ან ქორწინება, ან ციხე. ახლა კი მოემზადეთ შოკესთვის. დიჯლეს უფროსი და დერია, რომელიც მკვდარი გვეგონა, ცოცხალია. ამ ყველაფერში ჯივანის ხელი ურევია, რომელმაც და გადამალა და გადაარჩინა. სერიალს ახალი მსახიობი, როჟბინ ერდენი შემოუერთდა და დიდი შანსია, სწორედ ის იყოს დერია. მაგრამ საქმე ის არის, რომ მას დიჯლეს საერთოდ ვერ იცნობს. ან მეხსიერება აქვს დაკარგული, ან რაღაც დიდ საიდუმლოს მალავს დერია. აქ კი ამბავი კიდევ უფრო მძიმდება. თახირი იგებს, რომ მისი მამა სინამდვილეში ფიქრეთია. ეს ამბავი მას ისე შეძრავს, რომ გადაწყვეტს შური იძიოს ყველაზე, ვინც კი წარსულში ატკინა. ესათი კი აღმოაჩენს, რომ თავისი უდიდესი მტერი საკუთარი ხელით გაზარდა. თახირის მიზანია, რომ თავის ძმას ყველაფერი წაართვას. რაც შეეხება ერქანს, ის მიხვდება, რომ დიჯლე უყვარს და ბურჩინთან დაშორება უნდა. ბურჩინი კი ისე მდგომარეობაში ჩავარდება, რომ შეიძლება თავს რამე ავნოს. თახირი ამჩნევს, რომ ერქანს დიჯლე უყვარს და გადაწყვეტს, რომ თვითონაც დიჯლესთან ააწყოს ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ ერქანს გული ატკინოს და მისი ცხოვრება დაანგრიოს. მოკლედ ძმებს შორის ნამდვილი ომი იწყება. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ უფრო იმსახურებს დიჯლეს? ერქანი თუ თახირი? დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. მომავალ შეხვედრამდე.